ნიკორწმინდის ტაძარი 1000 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აღავლინა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ეკლესიაში შეკრებილები დაალოცა, დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ჩვენ დღეს ვზეიმობთ ამ წმინდა ტაძრის 1000 წლის თავს. ნიკორწმინდა, რომელიც არის ცნობილი მთელ მსოფლიოში. რამდენი ლოცვა აღევლინა აქ წმინდა ნიკორწმინდაში. რამდენი სისხლი დაღვრილა, რამდენი ცრემლი დაღვრილა. ტაძარი ნიკორწმინდა არის მაგალითი მთელი საქართველოსთვის. ეს არის ხუროთმოძღვრების საოცარი ნიმუში. ჩვენ მადლობა უნდა შევსწიროთ იმ წინაპრებს, რომელთაც ააშენეს ეს წმინდა ტაძარი. ცნობილია, რომ ბაგრატ მესამემ ააშენა და დღეს როცა კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, წმინდა ნიკოლოზი არის საოცარი მფარველი საქართველოსი და ყოველი მორწმუნე მართლმადიდებელი ადამიანის. წმინდა ნიკოლოზი ითვლება სწრაფად შემწე და დამხმარე. და დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ გადააფაროს თავისი საფარველი, თავისი აუმოფორი მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს. საღვთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. საქართველოს ეკლესიის საჭადრაკობელმა გიორგი კვირიკაშვილი დაალოცა და მომავალი გეგმების კეთილად დასრულება უსურვა. გულითადად მოგესალმებით, ბატონო გიორგი. გისურვებთ, რომ ის გეგმები, კეთილი ზრახვები, კეთილი გეგმები, რომელიც თქვენ გაქვთ დასახული წმინდა ნიკოლოზის ლოცვით და ვედრებით და შეწევნით, შეასრულოთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და საქართველოს მფარველი. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ქადაგების დასრულების შემდეგ ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგს უდიდესი პატივისცემა დაუდასტურა და ძვირფასი პანაღიით დააჯილდოვა. ნიკორწმინდის ტაძარს კი წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. თავის მხრივ ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მადლობის ნიშნად ღვთისმშობლის ხატი აჩუქა და ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. დიდი სიხარულია ჩვენს გულში დღეს. ხარობთ ყოველივე, ხარობთ ეს მხარე, საქართველო და სრულიად ქვეყანა. რამე თუ არა ყოველთვის არის საშუალება ვიდღესასწაულოთ 1000 წლის თავი ისეთი დიდებული ტაძრის, როგორც ნიკორწმინდა არის. მადლობთ უფალს და ვევედრებით წმინდა ნიკოლოზს, რომ არ მოგვაკლოს მისი წყალობა ჩვენ სამშობლოს, ჩვენს ერს. დაგვეხმაროს ყოველივე განსასწრების დაძლევაში. დიდი მადლობა თქვენო უწმინდესობო. დიდი მადლობა თქვენო პრემიერ, რომ მობძანდით
დღეს ერთად ვიდღესასწაულეთ ეს ბრწყინვალე დღესასწაული. დეკანოზი ნოე კერესელიძე დაჯილდოვდეს მეორე გამშვენებული ჯვრის დარების უფლებით. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობლის ლოცვა-კურთხევით დღესასწაულზე დაჯილდოვდნენ სასულიერო პირები დეკანოზი ნოე კერესელიძე მეორე გამშვენებული ჯვრის ხარისხით, იღუმენი დიონისე ბორძიკელი გამშვენებული ჯვრის დარების უფლებით, მღვდლები დავით ჩიღვინაძე, გიორგი კობერიძე, თომა რატიანი და პეტრე თევდორაძე კი აყვანილ იქნენ დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდნენ ოქროს ჯვრის დარების უფლებით. დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აკურთხა ჯვარი, რომელიც ნიკორწმინდის ტერიტორიაზე მამათა სამონასტრო კომპლექსის ასაშენებლად განსაზღვრულ ადგილას უნდა აღიმართოს. ნიკორწმინდის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო თუ საერო პირები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ტაძარი, რომელიც 1000 წლის წინ აიგო, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და ერთიანობის სიმბოლო და ხუროთმოძღვრების ნამდვილი შედევრია. დღემდე შემორჩენილ ძეგლებს შორის ნიკორწმინდა ერთადერთია, სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული. ტაძრის გუმბათი კი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ამ უდიდესი ტაძრის მართლაც ყველა ჩვენთაგანი სიამაყის ნიკორწმინდის 1000 წლისთავი. ეს არის მართლაც სულიერების სიმბოლო საქართველოში, გამორჩეული არქიტექტურით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში და მინდა პირველ რიგში რაჭას, რა თქმა უნდა, და მერე საქართველოს მიულოცო ეს დღესასწაული და უსურო გაძლიერება, გამთლიანება და უკეთესი კვალენდელი დღე. დიდი მადლია ჩვენ მომსწრებად არაჩვეულებრივი თარიღისა, რომ 1000 წლის ტაძარი და ზუსტად ამ დროს ჩვენ მოვესწარეთ თანამედროვე საქართველოს შვილები, ქართველები, ეს ჩვენთვის უზარმაზარი წყალობა და პატივია. თანაც ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის სულიერი საჭადრყობლობის დროს. მე ვესურვებდი, რომ როგორც ბაგრატმა თავის დროზე დაიწყო გაერთიანება ნიკორწმინდა, ზუსტად იმ დიდი გაერთიანების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შემსრეა, ასევე გაერთიანებული იყოს დღევანდელი საქართველო. ჩემთვის მაგალითად პირადად ძალიან დიდი პატივი და დიდი ბედნიერება, რომ ვდგავარ ახლა აქ ამ ბრწყინვალე ტაძრის წინაშე და ამდენი ხალხის წინაშე და ვესწრები ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერი კაცი ვარ, გაჟველი კაცი ვარ, ნიკორწმინდელი კაცი ვარ და ჩემთვის დიდი დღესასწაულია დღეს სრულიად კათოლიკოს პატრიარქის ჩამობრძანება 10,002 წელი შეუსრულდა სრულიად ნიკორწმინდის ტაძარს და რაც ყველაფერი ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს და ნამდვილად ბედნიერია და ბედნიერების მოგდანია ყველა რაჭველი ადამიანის, რაჭველი კაცისთვის. ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი რაჭაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ამბროლაურში მდებარე სასტუმრო მეტეხარაში რაჭის ეკონომიკური პოტენციალის განხილვას დაესწრო. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარებაზე ისაუბრა. მე ვიფიქრე, რომ გამოგვეყენა ეს შემთხვევა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და გვეფიქრა იმაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები მეურნეობაში. მე მინდა ვთქვა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ რას ფიქრობს იგი, ის რაიონი თუ ის ქვეყანა, სადაც ასეთი ბუნება, სადაც ასეთი დინარეებია, ასეთი ხალხია, არ შეიძლება იყოს ღარიბი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელთან ერთად დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში ეკონომიკის განვითარების მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი დამსწრე საზოგადოებას რეგიონში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
დიდი მადლობა თქვენ უწვიდესობა ამ შესაძლებლობისთვის. ნამდვილად რაჭა არის განსაკუთრებული სიმდიდრის მქონე რეგიონი და ალბათ მეტი ყურადღება მისაქცევი იმისათვის, რომ უფრო მეტი კერძო მეწარმე დაინტერესდეს რაჭის შესაძლებლობებით. უპირველეს ყოვლისა ეს არის ტურიზმი, ეს არის ასევე სამთო-მოპოვებითი დარგი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა რაჭაში და რა თქმა უნდა ეს არის მევენახეობა, რომელიც განსაკუთრებულია და პრემიუმ სეგმენტშია, იმიტომ რომ ყველაზე ძვირად ღირებული ღვინო იწარმოება საქართველოში რაჭაში. ამიტომ მე მზად ვარ მოვისმინოთ შეკითხვები, წინადადებები. ერთი რამ შემიძლია თქვა, რომ სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს უკვე პროექტირება დაწყებული გვაქვს გომიდან რაჭისკენ მომავალი მოკლე გზის გომი საჩხერე რაჭა, რომელიც მნიშვნელოვნად შეამოკლებს თბილისიდან რაჭაში ამოსასვლელ დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტურიზმისთვის, ასევე უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. დღეს ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობა დავათვალიერეთ, ეს არის შაორზე პირველი სამვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ქვეშ შენდება. ესეთ პროგრამა არის უმასპინძლე საქართველოში, ასე ქვია, რომლის მიხედვითაც ჩვენ უფასოდ გადავეცით ფაქტურად სიმბოლურ ფასად მიწა და ასევე საბანკო სესხის პროცენტს ვიხდით 2 წლის განმავლობაში, ისე რომ ძალიან მიზერული პროცენტი რჩება გადასახდელი მეწარმეს. ასეთი პროგრამები ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ასევე ხელშესაწყობი არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც აქ მართლაც და ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. რაჭა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოტენციალის მატარებელი მხარე, განსაკუთრებით შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო ძლიერად სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა მათ შორის, აგროტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის წარმომადგენლები, ინიციატორები გახდათ მისი უწმინდესობა და პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა ეს ფორმატი არის ყველასთვის გაცილებით უფრო საინტერესო, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გამოჩნდეს და უფრო მეტი სტიმული იყოს ინვესტირებისა რეგიონში. ნიკორწმინდის 1000 წლის თავთან დაკავშირებით ჩამოვძანდა ჩვენს კუთხეში უწმინდესი და უნეტარესი, რომლის ინიციატივითაც დღეს გაიმართა შეხვედრა რაჭაში დასაქმებულ ბიზნესმენებთან, რომლებიც აწარმოებენ სამეწარმეო საქმიანობას რაჭაში, ასევე ყველა იმ პოტენციურ ბიზნესმენთან, რომელსაც სურს თავისი ინვესტიციის დაბანდება ჩვენს მხარეში. საინტერესო პერსპექტივები გამოიკვეთა. ჩვენს რეგიონს გააჩნია საკმაოდ დიდი პოტენციალი განვითარების, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მიმართულებით, იგივე ტურიზმის მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მრეწველობის განვითარების მიმართულებით, ჰიდროენერგეტიკული მიმართულებით და საჭიროა აი ამ პოტენციალის სწორად გამოყენება. განხილული იყო რაჭის პოტენციალი, პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც შეიძლება რომ მომავალში იქნას განხორციელებული, პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა და ძალიან ინფორმაციული იყო, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, თვითონ ბიზნესის კუთხითაც იყვნენ გამოსვლელები და ძალიან ვფიქრობ, რომ ეფექტური იქნება ესეთი შეხვედრები თუ შემდგომშიც გაგრძელდება. ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლის იუბილის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ონის რაიონის სოფელ შარდომეთში კომპანია ბლაუენშტაინის საქონლის ფერმა მოინახულა. საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა და კომპანიის დირექტორმა უმასპინძლეს. ოთარ დანელიამ და ირაკლი კერვალიშვილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონში მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საიუბილეო თარიღი ამბროლაურის ცენტრში დიდი ზეიმით გაგრძელდა. დღესასწაულთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭულმა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საკუთარ მხარეს გალა კონცერტი მიუძღვნა. ვიცოდი სად ტარდებოდა კონცერტი, მაგრამ ვერ მაცნობიერებდი, რომ სცენა პირდაპირ უყურებს იმ სახლს, სადაც მე გავიზარდე და სადაც მამაჩემის სასაფლაოა და ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირველ რიგში ჩემი წინაპრებისთვის უკრავ და ეს ჩემ ცხოვრებაში პირველად ხდება. განსაკუთრებულია. ის რომ რაჭისთვის განსაკუთრებულია ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე და მთელი საქართველოსთვის, ამაზე ალბათ ორი აზრი და სიტყვაც ზედმეტია და
ის რომ ჩვენ ეროვნულ ორკესტრთან და ამ შესანიშნავ ქართველ მომღერლებთან ერთად სცენაზე ვართ, ეს ჩემი აუხდენელი ოცნების ახდენის დღე არის. ნიკარაჭოლის ძალიან კარგი ჩანაფიქრი კულტურის სამინისტროს დახმარებით და საქართველოს მთავრობის დახმარებით მოვიყვანეთ, ესე ვთქვათ, სისრულეში. შეეცადა ნიკა, რომ რაჭული წარმოშობის მომღერლები ყოფილიყვნენ დღევანდელ საღამოს, შეასრულონ ცნობილი კომპოზიციები. სავსეა რაჭა და კერძოდ ამბროლაური დამსვენებლებით და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ყველა ეს ღონისძიება, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, კარგად ჩატარდა. კონცერტზე ქართველი შემსრულებლები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ. როგორც თავად ამბობდნენ, საქართველოს ამ კუთხეში სიმღერა მათთვის ბავშვობას უკავშირდება. მომღერლებმა თავისი შემოქმედებით რაჭისა და რაჭველების მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. გალა კონცერტს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. რაჭა ჩემი დედულეთია და ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ გამოსულიყავი რაჭველი მსმენელის წინაშე, თან ამას ემატება უდიდესი დღესასწაული თითოეული ქრისტიანისთვის, ყოველი ჩვენთაგანისთვის, თან შემოქმედებით კუთხეს რაც შეეხება ისეთ დიდ მუსიკოსებთან ერთად ვდგევარ დღეს სცენაზე, რომ ნამდვილად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. მე ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე შედგა და ყველანი ვინც რაღაცით ვართ რაჭასთან დაკავშირებულები დღეს ამ უდიდეს დღესასწაულს ნიკორწმინდობას ჩვენ საყვარელ მხარეში აღვნიშნებთ. ჩამოფრინდით დღეს დილით იტალიიდან, სადაც ვერონიდან კერძოდ სადაც მაქვს სპექტაკლები და სპექტაკლებს შორის ესე დაემთხვა რომ ჩამოფრინდი მოკლედ და მე მინდა გამოხატო ჩემი უდიდესი ბედნიერება, რადგან პირველად მიწევს რაჭაში სიმღერა და ორ მაგად და სამ მაგად ბედნიერი და ბედნიერება და რა თქმა უნდა ცოტა ნერვიულობ, რადგან მინდა რომ კარგად ვიმღერო და კარგად ჩაიაროს დღევანდელმა საღამომ და დარწმუნებული ვარ რომ ესეც იქნება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს, ყველა რაჭველი და ჩვენ ძალიან გვიამაყება დღეს, რომ ამ განსაკუთრებულ და ღირსშესანიშნავ დღეს, რომ აქ გავართ. სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მასშტაბური თარიღი 1000 წელი ნიკორწმინდის ამ საოცარი ტაძრის გვინდოდა რომ ყოფილიყო მართლა გრანდიოზული ორი დღე და დღეს არის გალა კონცერტი და ეს კონცერტი არა მარტო რაჭას, რომელიც აუცილებლად შედგება ფანტასტიკური საღამო, სოფლის ნებისმიერ სცენას დაამშვენებდა ის შემსრულებლები, ვინც არის ჩამოსვლელი და ძალიან საბედნიერო, რომ ყველა ეს შემსრულებელი არის რაჭიდან წარმოშობილი და რაჭას ყავს ამდენი ნიჭიერი ადამიანი და რაჭველები რაჭველეს მიულოცავენ ამ დღესასწაულს, ასე რომ უერთები და ყოველს ულოცავენ დიდ დღესასწაულს. გვეწვია უწმინდესი და უნეტარისტი ჩვენი და დალოცა სრულიად საქართველოს და სრულიად მთელი რაჭის მოსახლეობა. ძალიან კარგია, რომ დღეს ამბროლაურის სცენში ტარდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს წარმოშობით რაჭველები და არა მარტო ისინი, ბატონი ნიკა რაჭველის ხელმძღვანელობით. მოხარულია სრულიად რაჭის მოსახლეობა და ადგილობრივების გარდა ჩამოსულია უამრავი რაჭველი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს და არა მარტო რაჭველები. მოხარული ვართ ამ დიდი დღესასწაულის. ნიკორწმინდის ტაძრის 1000 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა. წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ქვეყნის პირველი პირები დილიდანვე შეიკრიბნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ომში დაღუპულთა მემორიალი ქვირგვინით შეამკო და გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მსგავსი სისხლისღვრა აღარასოდეს განმეორდეს და რომ მალე საქართველოს დაკარგული ტერიტორიები აღიდგინოს. ერთი არის რეალობა, რომ რუსეთი ვერასდროს ვერ გაექცევა იმ უსამართლობას, რაც ჩაიდინა მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ. ეს შავი ლაქა ჯერ ოკუპაცია და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე თითქოს და დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება, ეს იქნება ის პრობლემა, რომელიც რუსეთს მუდმივად წინ დაუდგება. ჩვენ ნამდვილად დავიბრუნებთ და არა ომით, არამედ შერიგებით გავამთლიანებთ საქართველოს, მაგრამ რუსეთს მუდმივად ექნება პასუხი გასაცემი იმაზე, რანაირად
გადადგა ასეთი სისხლიანი ნაბიჯი თავისი მეზობელი მცირე ერის წინააღმდეგ. ომში დაღუპულ მეომრებს პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიაგო. გიორგი კვირიკაშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა. 8 წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენის შემდეგ საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმე დღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. მე ქეცვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა ამ სამშობლოსთვის ბრძოლას, უსასტიკეს ბრძოლას, არათანაბარ ბრძოლას. ამ ომის შედეგად, რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები. ამ ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო დავშორდით აფხაზებს და ოსებს და დღეს უნდა ითქვას, რომ საქართველოს გამთლიანებას, მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია. მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქის მერი დავით ნარმანია მივიდნენ. მათ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მშვიდობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. საქართველოს თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელებით. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან, დღეს ისინი ყველა ქართველი ვაჟკაცის დედები არიან, გმირი დედები არიან. მე მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსენებასთან ერთად ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას. მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს. ომს 8 წლის წინ შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე. დღეს პატივს მივაგებთ ყველა ჯარისკაცის, ოფიცერის, სამართალდამცავის, ყველა დაღუპულის ხსოვნას. მე მინდა ყველა ოჯახს მიუსამძიმრო, ვინც აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა დღესაც კიდევ ერთხელ, რადგან ეს ტკივილი არ განელდება და ამ ომის შედეგად და 25 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ოჯახი გვყავს ასეთი, როგორც ქართველებს, ისე ოსებს და აფხაზებს შორის. ეს არის საერთო ტრაგედია და საერთო ტკივილი და ეს ტკივილი რამდენადაც გვაშორიშორებს, იმდენად გვაერთიანებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გმირები იამაყებენ, მათი ოჯახები იამაყებენ იმ მიღწევით, რასაც მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის ეს გაკვეთილი, რაც ჩვენ აგვისტოში 2008 წლის აგვისტოში ვისწავლეთ და ჩვენ მათ ყველამ ერთად პირობა უნდა მივცეთ ამ ზეციური საქართველოს გმირებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს. თითოეული ჩვენთაგანისთვის დღევანდელი დღე არის ძალიან მძიმედ მოსაგონარი დღე, ძალიან ემოციური დღე. ყველანი მოვდივართ იმისათვის, რომ გავიხსენოთ ის ბიჭები, ვის მხრებზეც ყოველთვის გადადიოდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე. ისინი ნამდვილი გმირები არიან, ნამდვილად არიან ღირსები იმისა, რომ ყოველთვის გავიხსენოთ და მოვიგონოთ მათი სახელები და მეორეს მხრივ ბევრი მსგავსი ვაჟკაცი გვჭირდება ჩვენს ქვეყანას, გვჭირდება ესეთი ვაჟკაცები, რომლებიც დღე-დაღამე იფიქრებენ და ეზრუნებენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მთავარმა სამხედრო მოძღვარმა დეკანოზმა დავითმა გადაიხადა და გარდაცვლილთა უკვდავი სულები უფალში ავედრა. დღევანდელი დღე კვლავ შეახსენებს ყველას. დღევანდელი დღე სწორედ მთელი საქართველოს ჭირსუფალი დღევანდელი დღისა. იგია დამკარგები ამ ბიჭებისა და შემძინებელი ამ გმირების სახით ზეციური შემადგენელისა ჩვენი ზეციური საქართველოს სიამაყე და ტკივილი. ეს ქართულთა ხვედრია, პატრიარქი ამობს ქართულთა ხვედრია მთელი ცხოვრების ბრძოლზე თავისი ღირსების გადარჩენისათვის და ჩვენი ღირსების დღე იყო. აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. როგორც აქ შეკრებილები ამბობდნენ, დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, რომ ქართველ ერს აღნიშნული ტრაგედიით გამოწვეული მწუხარება დღემდე არ განელებია. ჩემი შვილი 9 აგვისტოს დაიჭრა და 20 აგვისტოს დაიღუპა.
აქ დაჭრილი აქ საავადმყოფოში იწვა. ჭრილობებით ჩამოიყვანეს ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ გონზე ვერ მოვიდა. ეს ყოველი საერთოდ აგვისტოს თვე ძალიან მძიმეა. აგვისტო რო იწყება იმხელა ტკივილის განვითარება. ძალიან მძიმეა, დრო რაც გადის უფრო და უფრო მეტად მძიმდება, მაგრამ ერთადერთი ის მაიმედებს, რომ გმირია და მის შვილებს ვზრდი მის მაგალითზე. ომი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს ღამეს დაიწყო, 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ბრძოლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას დიდი ნგრევა და მთელი რიგი ქალაქებისა და სოფლების სრული განადგურება გამოიწვია. როგორც ცნობილია, რუსეთის თვითმფრინავებმა 5 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 36 სამიზნეზე 400-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს. მარტო 9 აგვისტოს კი ასეთი 120 შემთხვევა დაფიქსირდა. 12 აგვისტოს საქართველომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. რუსული აგრესიის შედეგად ჩვენმა ქვეყანამ 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და შეიარაღებული ძალების 170 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც ქართველიერი წელიწადში ერთხელ იხსენებს. აგვისტოს ცხელი და სისხლიანი დღეების ქრონიკა თითოეულ ქართველს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. არც ის სახელები დაავიწყდებათ, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს და არც მათი ვაჟკაცობის მაგალითები, რომლებზეც შემდგომ მომავალი თაობები აღიზრდებიან. რუსთავში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლისთავი აღნიშნეს. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და რუსთაველი ჯარისკაცების საფლავები მოინახულეს. ქალაქის მერმა პარალელურად რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში აგვისტოს ომის რუსთაველი გმირების ფოტოები და პირადი ნივთების გამოფენაც დაათვალიერა. ღონისძიებებს რუსთაველი ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. ნებისმიერი ქართველი, ვინც ამ დღეს გაიხსენებს ყოველთვის რაღაც ემოციაშია, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ქართულ ისტორიაში და ბევრმა ქართველმა გმირმა თავი შეწირა საქართველოს თლიანობას, საქართველოს ერთიანობას. ხა ჩვენ რამოდენიმე ადგილზე ვიყავით, მათ შორის გამოფენა ნახეთ ამ ვაჟკაცების ან პირადი ნივთების და რაღაც ძალიან ემოციური მომენტი იყო. 8 წელი გახდა, ეხლა წეღანაც ვიძახ 8 დღესავით გაირბინა. ჩემი შვილი, ერთადერთი შვილი. ძალიან ძნელია ჩემთვის, ძალიან მიჭირს. თანდათან უფრო და უფრო მიჭირს. სამი შვილი დამიტო. სამი შვილი მყავს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის სახელმწიფო პროგრამების დანერგე მომავალი და ქართული ჩაი ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. პროგრამა დანერგე მომავალისა და ქართული ჩაის ბენეფიციარებს პირველადი წარმოების ხელშეწყობის, მოსავლიანობის და ნედლეულის ხარისხის ამაღლების მიზნით ჯგუფური ან ინდივიდუალური ტრენინგები ჩაუტარდებათ. მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პროგრამების ბენეფიციარ საწარმოებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებთან სასერტიფიკატო პროგრამის გლობალ გეფის დანერგვა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და USAID DRIP შორის გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ბენეფიციარები, რომლებიც არიან ჩართულნი პროექტებში, ჩვენთან ეს არის დანერგე მომავალი და ქართული ჩაის პროექტები, დაუფინანსდებათ სრულიად ტრენინგები და ასევე 50% საერთაშორისო სტანდარტის გლობალ გეპის დანერგვის. იმის გამო, რომ ვიყავით ასეთი წარმატებული ჩვენს თანამშრომლობაში, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეფართოვებინა ჩვენი თანამშრომლობა და ახლა მსგავსი ტიპის ხელშეწყობა შესაძლებელი გახდება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დანერგე მომავლისა და ჩაის რეაბილიტაციის პროექტისათვის. ჩვენი მიზანია ხელი შეუწყოთ ქართულ საწარმოებს დანერგონ საერთაშორისო სტანდარტები და ამით გააძლიერონ თავისი საექსპორტო პოტენციალი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდებისა და შიდა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეაბილიტაცია უტარდება სოფლების, ტვიბის, ჭელეშისა და დურაშის საავტომობილო ხიდებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე ხიდის რეაბილიტაციის პროექტს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ ტვიბთან. ხიდის რეაბილიტაციას ვაფინანსებთ სოფლიო ბანკის თანადაფინანსებით. მუნიციპალური განვითარების ფონდი გახლავთ განმახორციელებელი ორგანო. იგეგმება, რომ მომდევნო წლის გაზაფხულზე დავამთავროთ 5 ხიდის რეაბილიტაცია და მშენებლობა.